Სამდღიანი განხილვები, მნიშვნელოვანი გზავნილები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ უმაღლესი რანგის დელეგაციებს თავი კიდევ ერთხელ მოუყარა. განხილვებმა ორი საპირისპირო ხედვა გამოკვეთა იმაზე, თუ რას წარმოადგენს დასავლეთი და რა ღირებულებებს ეფუძნება იგი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ევროპას მოუწოდა დასავლეთის როგორც საერთო ცივილიზაციის გადარჩენაში წვლილი შეიტანოს. მანვე თქვა ისიც, რომ შტატები და ევროპა ერთად უნდა იყვნენ, თუმცა ვაშინგტონს მოკავშირეების მომვლელის როლში ყოფნის ინტერესი არ აქვს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირს გადარჩენა არ სჭირდება. ჩვენ გულწრფელად ვზრუნავთ თქვენს და ჩვენს მომავალზე და თუ ზოგჯერ უთანხმოება გვაქვს, ეს მომდინარეობს ჩვენი ღრმა პასუხისგებლობიდან. ევროპის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ ეკონომიკურად, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სულიერად და კულტურულადაც. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ძლიერი იყოს. გვჯერა, რომ ევროპა უნდა გადარჩეს, რადგან გასული საუკუნის ორი დიდი ომი ჩვენთვის იმის მუდმივი შეხსენებაა, რომ საბოლოოდ ჩვენი ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და რომ ყოველთვის ასე იქნება. გამარჯვების ეიფორია მიგვიყვანა სახიფათო ილუზიამდე, რომ ისტორიის დასასრულთან მივედით, რომ ყველა ქვეყანა ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა და რომ მხოლოდ ვაჭრობით შექმნილი კავშირები ეროვნულობას ჩაანაცვლებდა, რომ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ეროვნულ ინტერესს ჩაანაცვლებდა და ვიცხოვრებდით სამყაროში, რომელშიც საზღვრები არ არის და ყველა მსოფლიოს მოქალაქეა. ეს უგუნური იდეა იყო და როგორც ადამიანების ბუნებას, ისე 5000 წელზე დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ ისტორიის გაკვეთილებს უგულებელყოფდა. ეს კი ძვირი დაგვიჯდა. ეს შეცდომები ერთად დაუშვით და ახლა ჩვენი ხალხის წინაშე ერთად ვართ ვალდებულები, რომ ფაქტებს თვალი გაუსწოროთ და წინ წავიდეთ. დანგრეული აღვადგინოთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ საკუთარ თავზე აიღებს განახლებისა და აღდგენის ამოცანას. ამას ამოძრავებს მომავლის ხედვა, რომელიც ისეთივე ამაყი, სუვერენული და სიცოცხლის სავსე იქნება, როგორც ჩვენი ცივილიზაციის წარსული. და მიუხედავად იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ეს მარტო გავაკეთოთ, ჩვენი სურვილი და იმედია, რომ ამას თქვენთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ, რადგან შეერთებული შტატები და ევროპა ერთად უნდა იყვნენ. სახელმწიფო მდივნის ტონი გასულ წელს მიუნხენში ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის გამოსვლასთან შედარებით რბილი იყო, თუმცა გზავნილი მსგავსად ჟღერდა. დასავლეთი ცივილიზაციური დაღმასვლის წინაშე დგას, რაც მარკო რუბიოს თქმით არასწორი მიდგომების, კლიმატის კულტისა და მასობრივი მიგრაციის შედეგია. ის ჩვენი კარგი მეგობარია, ნამდვილად ძლიერი მოკავშირე. ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილებს. მან მარკო რუბიოს სიტყვა მოიწონა და განაცხადა, რომ ევროპის გაძლიერებისთვის, ანუ იმისთვის, რასაც ვაშინგტონი მოკავშირისგან ითხოვს, ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობს. სახელმწიფო მდივნის გამოსვლამ დიდწილად დამამშვიდა. ჩვენ მას ვიცნობთ, ის ჩვენი კარგი მეგობარია, ნამდვილად ძლიერი მოკავშირე. ჩემთვის მისი მოსმენა ძალიან იმედისმომცემი იყო. ვიცით, რომ ადმინისტრაციაში ზოგი ამ საკითხზე უფრო მკაცრი ტონით საუბრობს, თუმცა სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა, რომ ალიანსის ფარგლებში ძლიერი ევროპა სურს. ამისთვის ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობთ. ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი ევროპა და არა ისეთი, რომელიც ვინმეს ეყრდნობა. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმაც და განაცხადა, რომ იგი მნიშვნელოვანი და ღირებული არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ორივე მხარისთვის არის. ჩინეთი გლობალურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. მან ამის საფუძველი მრავალი წლის განმავლობაში სტრატეგიული მოთმინებით ჩაყარა. ახლო მომავალში პეკინი შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატების დონეს გაუტოლდეს. ჩინეთი სისტემატურად იყენებს სხვების დამოკიდებულებებს საკუთარი სარგებლისთვის. საერთაშორისო წესრიგსაც, თუ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ისტორიაში ერთპულსიანი მომენტი არსებობდა, ის დიდი ხანია დასრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეტენზია ლიდერობაზე გამოწვევის წინაშე დგას და შესაძლოა უკვე გაფლანგულიც იყოს. ნებამომეცით ეს ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ინგლისურად შევაჯამო. სამი თაობის განმავლობაში ნდობამ მოკავშირეებს, პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ნატოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ ალიანსად აქცია. ევროპამ კარგად იცის, რამდენად ფასეულია ეს. დიდი ძალების კონკურენციის ეპოქაში თვით შეერთებული შტატებიც კი არ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ ყველაფერი მარტომ გააკეთოს. ძვირფასო მეგობრებო, ნატოს წევრობა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობა არ არის. ეს შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობაცაა. ფრიდრიხ მერცმა განაცხადა ისიც, რომ ტრანსატლანტიკური ნდობის აღდგენის საქმეში ევროპა თავის წელს ასრულებს.